სერიაში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ადგილობრივი და უცხოელი სალობით ჯიჰადისტური სასიკვდილო რაზმები ქრისტიანებს და ალავიტებს მხოლოდ მათი არსებობის გამო სასტიკად უსწორდებიან და ხოცავენ. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სერიაში ქრისტიანების გენოციდი დაიწყო. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღევანდელი ვიდეო საკმაოდ მძიმედ საყურებელი იქნება, თუმცა ამ თემაზე საუბარი აუცილებელია. მე ვეცდები მაქსიმალურად ფაქიზად მოკაწოდოთ კადრები, რომლებიც წარმოუდგენლად სასტიკ და უმძიმეს რეალობას ასახავს. მინდა გთხოვოთ არ უყუროთ ვიდეოს თუ არასრულწლოვანი ან სუსტი გულის მქონე ადამიანი ბრძანდებით. დღევანდელ ვიდეოში ყველასთვის მარტივად გასაგებად ვისაუბრებთ სერიაში არსებულ სიტუაციაზე, მის შედეგებსა და სავალალო მომავალზე. ასევე განვიხილავთ თუ როგორ მივიდა ქვეყანა ამ რეალობამდე. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ალჟირელ ექსტრემისტს, რომელიც ღიად ამართლებს ძალადობას ალვალა ბალბარას დოქტრინით, რომელიც ეგრეთ წოდებულ ურწმუნოთა მიმართ სიძულვილს აღვივებს. სანამ თქვენ, ქრისტიანებო, ჯვარს აღმართავთ, ჩვენ არ დაგტოვებთ. ჩვენ გებრძვით, აცხადებს ის. მანამ სანამ ქრისტიანები ჯვრის სიძვას განაგრძობთ, თავს არ დაგანებებთ. მანამდე შეგებრძოლებით, სანამ უკანასკნელი თქვენგანი არ მოკვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სისასტიკე რელიგიურად წმინდა რამადანის თვეში ხდება. წინასწარმეტყველი მუჰამედი ქადაგებდა და კრძალავდა ომში ქალებისა და ბავშვების მოკლას, ასევე მოხუცებსა ძალადობასა და ხეების გაჩეხვას, თუმცა დღეს სიტუაცია უკონტროლოა. ცხადია, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ისლამთან, რწმენასთან ან ღმერთთან და მხოლოდ ბოროტებისთვის სპეკულირებენ ადამიანების გრძნობებზე. მოდით გადავახვიოთ რამდენიმე თვით უკან და განვიხილოთ მოვლენები, რომლებმაც სირია აქამდე მიიყვანა. 2024 წლის 8 დეკემბერს 12-დღიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ბაშარ ალ-ასადანის 54 წლიანი მმართველობა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ასადი ოჯახთან ერთად რუსეთში გაიქცა, ხოლო ძალაუფლება ოპოზიციურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩაიგდო ხელში, რომელსაც სირიის განმანთავისუფლებელი ორგანიზაცია ეწოდება. ორგანიზაციის სასტიკმა ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა არ შეშინებოდათ სირიის ახალი მთავრობის, რადგან სირიელები ომით დაიღალნენ და აღარ არიან მზად ახალი კონფლიქტისთვის. 2025 წლის 29 იანვარს მეამბოხეთა ლიდერი უკვე აჰმედ ალ-შარაა. ის სირიის ახალ პრეზიდენტად გამოცხადდა და გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელადაც დაინიშნა. ასევე 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა სირიის მიმართ სანქციები შეემსუბუქა, რაც ახალი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას ადასტურებს. ამერიკამ, თურქეთმა და ისრაელმა მხარი დაუჭირეს სირიის მთავრობის დამხობას და რებრენდირებული ალ-ქაიდას ხელისუფლებაში მოყვანას. ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები გააუქმა 24 სუბიექტზე, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე. დიდი ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც გააუქმა სირიის ცენტრალური ბანკის ყველა აქტივის გაყინვის ბრძანებულება. 6 მარტს ასევე მოიხსნა სანქციები სახელმწიფო ავიაღაზებსა და სახელმწიფო ნავთობკომპანიებზე. დამეთანხმებით კადრები გაუსაძლისად მძიმე საყურებელია. ისმის კითხვა, სად არის მსოფლიო? რატომ დარჩა ეს ამბები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა? რატომ არავინ იღებს ხმას? რატომ ვერ დაიმსახურეს სასტიკად ნაწამებმა და ჩახოცილმა სირიელმა ქრისტიანებმა და ალავისტებმა თანამედროვე ლიბერალების, გავლენიანი იმპერიების, ევროკავშირის, ნატოს, გაეროს ყურადღება და ქმედითი ნაბიჯები? აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რომ რატომღაც დუმს ეგრეთ წოდებული თავისუფალი მედიაც. რატომ? ვის აწყობს ამ თემის ყურადღების მიღმა დატოვება? რით გაგრძელდება ეს ცეცხლისღვრა და სარწმუნოებათა შორისი ომი, ან რა ბედი ეწევა სირიას ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც გადაიზრდება თუ არა ეს სისასტიკე გაცილებით ფართომასშტაბიან სავალალო მდგომარეობამდე, თუმცა ცხადია დანარჩენი მსოფლიოს ამდროინდელი დამოკიდებულება. ესაა გულგრილობა, რომელიც სიცოცხლეშივე გკლავს უიმედობის, უსუსურობის განცდით და ხელჩასაჭიცაც აღარაფერს გიტოვებს. ეს ყველაფერი წარმოუდგენელ კოშმარს გავს. ჩემი დღევანდელი ვიდეო კი არის მცდელობა, რომ გავაჟღერო ის, რაც შეიძლება თქვენს ყურამდე ვიღაცების ინტერესების გამო არ მოვიდა. გააზიარეთ, იფიქრეთ და ისაუბრეთ ამ თემაზე. ჩვენ ძალაუფლების არ მქონე რიგით მოქალაქეებს, მხოლოდ სოციალური აქტივობით შეგვიძლია გავხადოთ ეს ამბავი იმაზე შესამჩნევი, ვიდრე არის.